კარგი, 1709 წელს დარჩა უკვე ლევანი. აქ აი ამ შაჰის ინტრიგებში მონაწილეობას არიგებს ვახტანგ მეხუთის ერთადერთი ვაჟი არჩილი, როგორც ვიცით, ის იმერეთის ან კახეთის მეფედ გვევლინება. დარჩა ლევანი ვახტანგის მამა და 1709 წელს ასევე ქართლის ტახტი დაულოცა მას და თანაც გაიწვია თავისთან. თავისთან ისევ მხედართ მთავრად. ლევანიც ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლაში გარდაიცვალა. ეს არის უკვე 1712 წელი. 1712 წელს უკვე შაჰმა, როცა აღარ ამენდარჩა ვახტანგ მეხუთისა და მხოლოდ ვახტანგ მეექვსე, მისი შვილიშვილი გადარჩა, გამოაცხადა ტახტზე მეფედ და ავიდა მეფედ და განაგებდა ვახტანგ მეექვსე. აი ვახტანგ მეექვსეს მანამდე ჩვენ ვიცით, რომ 703 წელს სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო საქმეებს უბრუნდება სწორედ იმიტომ, რომ ისევ მხარში ამოუდგეს თავის აღზრდილს და პირობას თავს ამებებს. 1712 წლებში ის ორჯერ მიდის ირანში დიპლომატიური მისიით, ისევ და ისევ რა თქმა უნდა, ქვეყნისა და მეფის დახმარების მიზნით. ამის შემდეგ 1713-16 წლებში სულხან-საბა ორბელიანი მიემგზავრება ფრანგ-მისიონერ რიშარდთან ერთად, რომელიც სულხან-საბაზე იტყვის, რომ საქართველოს მამად მიაჩნია. მიემგზავრება მარსელში და იგი ლუდოვიკო მე-14-თან შედის. თითქმის 300 წლის შემდეგ ასე გამოეხმაურა, ასე შეეხმიანა დიდი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანის საბას მოგზაურობას, საბას მცდელობას ევროპასთან, დიახ, საქართველოს კავშირის აღდგენის მიზნით აი ამ მცდელობას. შეეხმიანა თავისი ლექსით საბა. ლუდოვიკო მე-14-მ მეფემ მოისმინა საბას ნაუბარი რა. თითქოს კიდეც იმანა, მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა, რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა იმ სახელგაბმულ ვერსალი და მერჩმა ქართლისა. წამოვიდა უშედეგოდ, სრულიად უშედეგოდ, მხოლოდ დაპირებების ანაბარად სულხან-საბა, გზად მან კათოლიკური სარწმუნოება მიიღო და რომის პაპმა ორჯერ გაუმართა თურმე აუდიენცია სულხან-საბას, იმასაც ამბობენ ღრმად პატივისცემის ნიშნად ფეხების დაუბანია ქსეულის სტუმრისათვის. მისიონერებიც გამოუყოლებია, თავსაჩუქრებია. შენი დიდი იმედი მაქვსო უთქვამს. ამას ყველაფერს სულხან-საბა ორბელიანი თავის მოგზაურობა ევროპაში მემუარული ჟანრის ამთხზულებაში დიახ გვიწერს ყოველივეს, მაგრამ რეალური დახმარება ვერც მას არ მოუჩენია, როგორც ვიცით. ჩამოდის აი ასე გულდაწყვეტილი და გულდათუთხული სულხან-საბა ორბელიანი და ნაცვლად იმისა, რომ უამრავი განსაცდელის გადაიტანა და ნაცვლად იმისა, რომ აქ მაინც დაეფასებინათ ეს მისი ტანჯვა ქვეყნისათვის, ეს მისი ღრწა, იგი იძულებულია ჩაიკეტოს თავის მამულში. ჩამოვედიო ამბობს სულხან-საბა ორბელიანიდან, რატომღაცო გამიმტერდნელო. ჩემმა ფრიადმა შრომამ, დიახ, სულ ტყუილ უბრალოდ ჩაიარა, მრავალი შეჭირება და შეურაცხყოფის ატანა მომიხდაო. ქართველი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისათვის გამიმტერდნენ და ასე შეკრეს ყოველი ჩემი ნათესავი და მოყვარე და მეფე დარბაისელნი ვერავინ შემომეძია. მერე სამღვდელოც შფოთი აგძრეს ჩემზე, კრება და ბოროტის ქნა მოინდომეს, მაგრამ მეფე ვერ აიყოლიეს. მერმე მეფე ბაქარ დაჯდა მეფეთ, ვისთვისაც ესოდენი ჭირი მენახა და ვისიც მეფობას ვცდილობდი. 15 წლისა იყო, მოატყუეს მცხეთას, ჩემი სიყვარული და სამსახური სულ დაავიწყეს. კრება მიყვეს და წმინდის პაპის გინება მომიგეს. მე მართლმადიდებლობა ვერ ვარყავდა, მრავალი ავი მოინდომეს, მაგრამ ღმერთმა ყოვლისაგან დაგვიხსნა. მეფემაც პატივი მოგვეპყრა და მათი ვერაგობაც გაცუძდა. ვახტანგ მეფეს სმენოდა, დიდად წემოდა და ყოველნი დაეტუქსა. ეს სულხან-საბა ორბელიანი მოგზაურობა ევროპაში არის ბოლოს ამ ნაწარმოების ბოლოს. ვახტანგისა და ვახტანგ მეფისა, ანუ აღზრდილისა და აღმზრდელის ურთიერთკავშირი ისევ ლიტერატურულ სარბიელზე მოხდა, როგორც ვიცით, ქილა და დამანა გაუგზავნა მან სარედაქციოდ ვახტანგმა სულხან-საბას და გაჩალხა
როგორც თვითონ სულხან-საბა ამბობს, შესანიშნავი ლექსებით, 10 მარცვლიანი ლექსებით გააწყო. გადის დრო, 1700 და ისევ ქართლის ბედი აღწერილია. ისევ და ისევ გათიშვის მიზნით ქართველების რა თქმა უნდა, ახლა ახალ ინტრიგას მიმართავს შაჰი და კონსტანტინესა და კახეთის მეფე კონსტანტინესა და ვახტანგ მეექვსეს შორის ჩამოაგდებს შუბლს. ამას შინაური აშლილობაც ემატება. შესანიშნავად მოთქვამს და დავით გურამიშვილი შესანიშნავად გოდებს თუ შეიძლება გოდება შესანიშნავი ეთქვას თავის დავითიანში. და იძულებულია ვახტანგ მეექვსე 1500 კაციანი ამალით დატოვოს ქართლი, მათ შორის ჩვენ უკვე ღრმად მოხუცებულ სულხან-საბასაც ვხედავთ. 1724 წელს იგი მიჰყვება. მასაც ამ ბედმა უკუღმართმა ბედმა რუსეთისაკენ აქნევნა პირი, როგორც ვიცით მიჰყვება ვახტანგ მეექვსეს, მაგრამ ვერ ჩააღწევს მეფემდე პეტერბურგამდე და იგი გზაში მოსკოვში გარდაიცვლება. იქ მას დაიტირებს და გააპატიოსნებს, ეს არის 1725 წელი. დარეჯან ბაგრატიონი, დარეჯან ბატონიშვილი, არჩილის ასული, მამიდაშვილის შვილი, სულხან-საბა ორბელიანისა. ეს ის დარეჯანია, ვის სასახლეშიც გამარჯვებულმა პეტრე პირველმა გადაიხადა დიდი წვეულება გამართა. როგორც ვიცით, პეტრე პირველს ბაგრატიონის ქალს ურიგებდნენ და არ შეირთო თქვა, რომ ნათესავები ვართო. ეს კიდევ ხალხის საკითხია. იმდენად რამდენადაც ირაკლი პირველის ძედ არ არის უკვე დაფარული და მალული არ შეიძლება. ირაკლი პირველის ძედ ითქმის როგორც იცით. რადგანაც ალექსანდრეს კარზე, იმპერატორის კარზე მყოფი პეტრე პირველი ეს მომკიდებს დაუყენია თორე მოხუცებული ალექსანდრე პირველი ჯვარს იწერს ნატალია ნარიშკინაძე, ხო? 16 წლის ნატალია ნარიშკინაძე და არის ასეთი წერილი შემორჩენილი, სადაც ნატალია ნარიშკინაძე წერს რომ აღავქნა მე ბალმას გარადებზეც ვეღარ ჩნდებიო, ის ქართველიო კიდევ შაჰმა რომ გამოითხოვა ის ქართველი ეს პერიოდი იყო, ის ქართველი უფლისწულიც აღარ ჩამოდისო და მე კიდევ უკვე მოცელი ისე ძალიან მეტყობა. არის ასეთი წიგნი ქართველები რუსეთში, სადაც ძალიან გავს პეტრე პირველი, ირაკლი პირველს. დიახ, გასაგებია ეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ისტორიულად მაინც რაღაც დაფარულია და არ ამბობენ ამას ხმა, მაგრამ ერთი სიტყვით დაუმარხავთ თურმე და უსაფლავებიათ სულხან-საბა ორბელიანი მართლმადიდებლური ეკლესიის სოფელ სესვიატსკოეში მართლმადიდებლური ეკლესიის გალავანში. და არის ასეთი ვარაუდი, ძალიან ისეთი ლოგიკური ვარაუდია ეს, რომ თუ სულხან-საბა კვლავ არ დაუბრუნდებოდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მას როგორც კათოლიკეს მაშინ მართლმადიდებლური ეკლესიაში ფაქტობრივად გალავანში არავინ დაკრძალავდა. როგორც ჩანს, სულხან-საბა მიხვდა იმას, რომ კათოლიკური სარწმუნოებით აღმსარებლობით ვერაფერს გახდებოდა და ვერაფერს გახდა და კვლავ თავის მამა პაპეულ რწმენას დაუბრუნდა. სამწუხაროდ სულხან-საბა ორბელიანის საფლავი დღეს დაკარგულია. არ ვიცით. ესეც ისევ და ისევ ჩვენი და ესეც ახლა მოხდა. მე-20 საუკუნის ბოლოს მოხდა, რაც ეს ვანდალიზმი რა თქმა უნდა უნდა მომხდარიყო. ასე რომ სულხან-საბა ორბელიანის კალამს ეკუთვნის ქართული მწერლობის მშვენება სიბრძნის იწვრის, იგი უდიდესი მიკავეა. ასევე მის კალამს ეკუთვნის, როგორც უკვე თქვით, განმარტებით ლექსიკონი ქართული ენისა, სიტყვისკომი. მისივე კალამს ეკუთვნის მოგზაურობა ევროპაში, მემუარული ჟანრის ეს ბრწყინვალე ნაწარმოები. მისი ნაწარმოებებია ასევე თავისთავად ქადაგებანი, ამოსწავლანი, შეგონებანი, შესანიშნავი ნაწარმოებია ეს და 60-ის კარი. ასევე გაუკეთებია ბიბლიის რედაქტირება, რომელიც მცხეთური ხელნაწერის სათაურით, ამ სათაურით არის ცნობილი. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ანბანდქება სულხან-საბა ორბელიანს. სულხან-საბა ორბელიანი
როგორც უკვე თქვით, სახელმწიფო საქმეებით უაღრესად დაკავებული, მაინც პოულობდა დროს ლიტერატურული ღვაწლისათვის, ამიტომაც ქართველმა ხალხმა ასე შეამკო. სულხან-საბა ორბელიძე სიბრძნით აღხდა ორბელის ზე. ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ სულხან-საბაზე.